თბილისის მერიას ხეებთან დაკავშირებით მორიგი განმარტების გაკეთება უწევს. IDF-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით 2016 წელს დაზიანებული სტატუსის მქონე მოჭრილი ხეების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი. ამ სტატისტიკის გამო არასამთავრობო ორგანიზაციას კითხვები უჩნდება. პრეტენზიები აქვს მოქალაქეების ნაწილსაც, რომელიც მერიას გარკვეულ სამშენებლო კომპანიებთან გარიგებაში ადანაშაულებს. დედაქალაქის მთავრობა კი განმარტავს, რომ ხეს დაზიანებული სტატუსი კერძო ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე ენიჭება. ეს აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჯანსაფრთხე იყო. როგორ ხელოვნურად არის ეს სპეციალურად დაზიანებული. იფშიძის ქუჩაზე მცხოვრებნი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხეები სამშენებლო კომპანიამ განზრახ-და აზიანა, რათა მისი მოჭრის უფლება მიეღო. ისინი ამბობენ, რომ ადრე ამ ტერიტორიაზე სკვერი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში გამწვანებული ადგილები შემცირდა და შენობებმა ჩაანაცვლა. იფშიძის მაცხოვრებლები მერიას თხოვნით მიმართავენ სამშენებლო კომპანიების საქმიანობასთან ერთად საკუთარი თანამშრომლების მუშაობითაც დაინტერესდეს, რადგან როგორც მოსახლეობა ამბობს, ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება ხელოვნურად ხდება. მე კიდევ ერთხელ მიმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ იცოდეთ, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი რაღაცა ხდება და მიაქციეთ თქვენ მაღალ ჩინოსნებს ყურადღება, რომლებიც ასე უდიერად ექცევიან ჩვენ ქალაქს. თენი სახლის რასაც ხედა დაიაბა, მან იყო ესეთივე ნატრები. არაჩვეულებრივი ადგილი იყო. ყველა ქალაქს ამშვენებს სკვერი, ამშვენებს პარკი და ამათ პარკებში აშენეს სახლები. არსებობს თუ არა ხეების სტატუსთან დაკავშირებით გარიგება სამშენებლო კომპანიასა და კერძო ექსპერტებს შორის. IDF-ში ამ მიმართულებით გარკვეულ რისკებს ხედავენ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მერიის მიერ ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა მზარდია. კერძოდ 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვით მოჭრილ ხეებს შორის წინა წლებთან შედარებით მინიმუმ 5-ჯერ მეთხეს მიენიჭა დაზიანებული სტატუსი. იმ ადგილებში სადაც ხის მოჭრა შეიძლება ორი მიზეზი თუ არის გადაუდებელი აუცილებლობა მშენებლობისთვის და ჩვენ რაც მყავს მოყვანილი თუ არის ხე დაავადებული მწვანე ნარგავი. შესაბამისად რისკი იმისა, რომ მშენებლობის მიზნით ხე მოიჭრას და მას მიენიჭოს დაზიანებული სტატუსი ძალიან მაღალია. რისკებზე საუბრობენ სამშენებლო კომპანიებშიც. მათი წარმომადგენლების თქმით, ხეების დაზიანების ხარისხს ლიცენზიის გარეშე მოქმედი კერძო ექსპერტები განსაზღვრავენ. სამშენებლო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, პრობლემა შესაბამისმა რეგულაციებმა უნდა მოაგვაროს. დაზიანების ხარისხის განსაზღვრას და ამ ხარისხის განსაზღვრად არ ხდება და არ არის დაცული მაღალი ნდობის სტანდარტი. ამ სფეროში არსებული საექსპერტო საქმიანობა არ არის ლიცენზირებული საქმიანობა. მერიაში დაზიანებული ხეების მზარდ ტენდენციას სანიტარული ჭრებით ხსნიან, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ ხეების სტატუსი კერძო ექსპერტების დასკვნის საფუძველზე ენიჭება. საზოგადოებისა და სამშენებლო სექტორთან ერთად სფეროს გაკონტროლების საჭიროებაზე თბილისის მთავრობაშიც საუბრობენ. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა, საკმაოდ საინტერესოა, საყურადღებოა, რეკომენდაციები მისაღებია პრინციპში იმ კუთხით, რომ გამოცდილება აჩვენებს, რომ უმჯობესია ამ კუთხით უფრო მეტი სიმკაცრე იყოს და უფრო მეტად კაცრად გაკონტროლდეს მათ მიერ გაცემული ცნობები. IDF-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე 3552 ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვა. თითო ხეზე გადასახადი წლოვანების მიხედვით ითვლება. საფასურის ოდენობა რამდენიმე ასეულიდან იწყება და 3-4 ათას ლარამდე აღწევს.